მე ვფიქრობ ეს პატივისცემა მე რომელსაც მუდმივად ვინახავ უნდა იყოს ორმხრივი და ისინიც უნდა ფიქრობდნენ რომ არ შეიძლება მეორე ნახევარზე მეტი საქართველო უსვად იმიტომ რომ შეურაცხყოფილია შენ დამცირებულია, დაალახულია, დაჭერილია, გაღატაკებულია უსვად იქცეს ელექტრად და მათ შორის ჩვენს მეც ნორმალიც ეს ვითარება არის ჩემთვის გადამწყვეტი მოვავდებულიც რომ ერის გამთლიანების დღევანდელი გახლეჩილი ერის ორ ნაწილად გაყოფილი ერის გამთლიანებისათვის ამ სიგიშიდან და აგრესიიდან კვლავ სიმშვიდისაკენ და კასტროფალობისაკენ დასაბრუნება დაუსრულებელია რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვეს და მე დაწინაურებული ვარ რომ ბატონი ლომანე დამარცხებულებს ხელს გაუწვევს და ისეთი ადამიანური ურთიერთობები აღდგება, პასუხისმგებლობიანი ურთიერთობები აღდგება, რომელიც ჩვენ ჰქონდა. მე განვრჩევლა წინა წლებში, განვრჩევლა პოლიტიკური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და სწორედ ამ იმედით და ამ რწმენით მხარდაჭერას ვიწყებთ გურმან დუმბაძეს და ამავდროულად მე პირადად არ ვაპირებ არც პოლიტიკაში დაბრუნებას, იმიტომ რომ ორივე ერთად, ორივე ბანაკმა მათ გარეშე ვინც სიგიჟეს და სიძულვილეს თესავს, ორივე მხარე პოლიტიკურმა ამის შემდეგ, როდესაც საქართველოს გაიმარჯვოს, უნდა განაცხადოს თანაცხოვრება, უნდა აღადგინოს სისტემის ჩატეხილი ხიდი ერთმანეთთან და ერთად უნდა იფიქრონ ტერიტორიული მთლიანობისათვის, ერის გამთლიანებისათვის, ხალხის მატერიალურად გაძლიერებისათვის, დოლათი, ოჯახების დოლათი დაცვისათვის. იმიტომ რომ დღეს, როდესაც მე ბათუმსა და აჭარას ვუყურებ, მე ვუყურებ როგორ იცვლება და როგორ ყრიან ქართულ ოჯახებს ვალების გამო. ძირძველ ქობულეთელებს გონიოებს და როგორ იკავებს მათთვის სხვა ეროვნების ჯგუფები, ადამიანები, როგორ იქცლება დემოგრაფიული სურათი ბათუმში, გაგაცელება თავის ლექსში ჩემო სამშობლო მხარე. სწორედ იქ არის აქცენტი, რომ ყველა ჩვენთაგანი ქართული მისთვის მისი ხარ და მისთვის ვდები. ერთხელ ვდები, მაგრამ მისთვის ვდები. ეს არის ჩვენი მოვალეობა. ამიტომ სწორედ ეს არის ქართული ოცნება. დავიბრუნოთ ამ ქვეყანაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. ეს არის ჩემთვის ოცნება და მე მჯერავს, რომ თავარი საბოლოო შედეგი იქნება უპირველეს ყოვლად ორად გაყოფილი ერი, პოზიცია, ოპოზიცია, მდიდრად და ღარიბად. ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ გამთლიანდება პირველი ხელს გაუწოდებს გამარჯვებული ქართული ოცნება თავის კონკურენტებს ბათუმში და მათთან ერთად განაგრძობს სრულმას ყველა უნივერსიტეტთან ვინც ამ ღირსეულ ხელის გაწვდომას მიიღებს მათთან ერთად განაგრძობს ამ ქვეყნისათვის ვინც სიძულვილის დაწესებას ცდილობს მომავლის აწყობას ეს თავისი სიძულვილში აუცილებლად დაიჭირა